გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, მე გახლავართ ნათია გურტანიძე. ამ ვიდეოში მინდა აგიხსნათ, როგორ ხდება OneNote-ში ციფრული საკლასო ბლოკნოტის შექმნა. ციფრული საკლასო ბლოკნოტი შესანიშნავი საშუალებაა იმისთვის, რომ მასწავლებელმა და მოსწავლეებმა დისტანციურად ერთად იმუშაონ ერთ საერთო პროდუქტზე. სახლიდან გაუსვლელად, გინდათ საკლასო ოთახში. საკლასო ციფრულ ბლოკნოტში შეგიძლიათ აუწვირთოთ მოსწავლეებს მათი საჭირო მასალები, ინტერნეტ რესურსები, ვებგვერდების ბმულები, სხვადასხვა დამხმარე ვიდეო თუთორიალები, ბეჭდური ტექსტური დოკუმენტები, ისინი, რომლებიც ამ თუნდაც პროექტული სამუშაოს დროს გამოადგებათ. როგორ ვქნით ციფრულ საკლასო ბლოკნოტს? თქვენს წინაშეა Office 365, როგორც ხედავთ. აქ გამოსული გაჯეტებიდან ვირჩევთ Class Notebooks და ვირჩევთ Create a Class Notebook, ანუ საკლასო ციფრული ბლოკნოტის შექმნა. ვაწყაბებთ მასზე. აი ამ ველში უნდა ჩავწეროთ ჩვენი საკლასო ბლოკნოტის სახელწოდება. მაგალითად, და დავაწყაბოთ Next Relax. ძალიან გთხოვთ შევხედოთ ყურადღებით აი ამ გამოსულ ფანჯარას. Collaboration Space, Content Library და Student Notebooks. აქედან ჩანს, რომ ჩვენი ციფრული საკლასო ბლოკნოტი მოიცავს 3 ნაწილს. პირველი Collaboration Space გახლავთ სივრცე, სადაც მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად მუშაობენ. ანუ ამ სივრცეში ცვლილებების შეტანა შეუძლია როგორც მასწავლებელს, ასევე მოსწავლეებსაც. აქ შეიძლება მოსწავლეებმა ატვირთონ თავიანთი ის ნამუშევრები, რომლებსაც კლასის წინაშე წარადგენენ. მეორე Content Library. ეს გახლავთ იგივე შინაარსი, ანუ საჭირო მასალების საცავი, ბიბლიოთეკა. აქ მასწავლებელს შეუძლია მხოლოდ ცვლილებების შეტანა, აი ზუსტად ამაზე მოგახსენეთ, როდესაც გითხარით, რომ დამხმარე რესურსების ატვირთვა ძალიან კარგად ხდება მეთქი OneNote-ში. სწორედ აი ამ სივრცეში ატვირთავს მასწავლებელი იმ მასალებს, რომლებიც მოსწავლეებს გამოადგებათ სხვადასხვა აქტივობის შესასრულებლად. ხოლო მოსწავლეები აი ამ მასალებს მხოლოდ ხედავენ. Student can only view the connect. ანუ მათ ეს მასალები შეუძლიათ დააკოპირონ, გადაიტანონ თავიანთ სამუშაო სივრცეში, ოღონდ ამ Content Library-ში მოსწავლეები ვერანაირ რედაქტირებას ან ცვლილებას ვერ შეიტანენ. მხოლოდ ნახულობენ, კითხულობენ, განიხილავენ და ასე შემდეგ. საკლასო ნოუთბუქის შემდეგი ნაწილი Student Notebooks გახლავთ უკვე მოსწავლეთა რვეულები. აი ამ ნაწილში ყველა მოსწავლეს თავისი პირადი სივრცე აქვს და ყველა მოსწავლე თავისი პირადი სივრციდან ხედავს მხოლოდ Collaboration Space ნაწილს და Content Libraries. საკუთარ რვეულს, რა თქმა უნდა. მოსწავლეს სხვების რვეულების ნახვა აქედან არ შეუძლია. მასწავლებელს შეუძლია ნახოს მოსწავლის რვეულები და მასწავლებელთან ჩანს ყველა მოსწავლის რვეული. თავად მეპატრონე მოსწავლეს, ასე ვთქვათ, შეუძლია თავის სივრცეში ატვირთოს თავისი ნამუშევრები, დავალებები, შესრულებული აქტივობები და ასე შემდეგ. ვაკლიკებთ Next Relax. შემდეგი გახლავთ Add another teacher. თუ კი ვაპირებთ, რომ ჩვენი საკლასო ციფრული ბლოკნოტი საზიარო იყოს სხვა მასწავლებლისთვისაც, ანუ მანაც იმუშაოს ჩვენთან ერთად ამ ციფრულ ბლოკნოტში, აი ამ ველში შეყვავთ კონკრეტული მასწავლებლის ელექტრონული პოსტა. ამ შემთხვევაში მე დავაკლიკებ Next. შემდეგი გახლავთ Add Student Names.
სტუდენტთა სახელების დამატება. ამ ველში ვამატებთ ჩვენი მოსწავლეების ელექტრონულ ფოსტებს. მაგალითად, მე ახლა დავამატებ ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის აკაუნტს. დაემატა ერთ-ერთი, იყოს შემდეგიც. ვამატებთ იმდენ მოსწავლეს, რამდენთანაც გვინდა ამ ბლოკნოტში მუშაობა. და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მე მხოლოდ 3 მოსწავლის აკაუნტი გამოვიყენე და ვაკლიკებ Next Relax. ეს გახლავთ ის გვერდები, რომელსაც მოსწავლე თავის პრივატულ სივრცეში ხედავს. Handouts, class notes, homeworks და quizzes. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რომელიმე გამოვთოთ და მოსწავლეს თავის გვერდზე ეს სექციები აღარ ექნება. ან თუნდაც დავამატოთ. სურვილი გვექნება კიდევ. და ასე შემდეგ. რომელსაც ამოვურთავთ, ის სივრცე მოსწავლეებთან აღარ გამოჩნდება. ვაკლიკებ Next Relax. აი ასეთი სახე ექნება ჩვენს შექმნილ ციფრულ ბლოკნოტს. Create Relax. დაველოდოთ, ამას ცოტა დრო სჭირდება. რამოდენიმე წუთიც კი, შეიძლება 1 წუთიც კი დასჭირდეს ხოლმე აი ამ ციფრული ბლოკნოტის შექმნას და ეხლა ჩვენს წინაშე გაიხსნება შესანიშნავი ინსტრუმენტი ჩვენს მოსწავლეებთან ერთობლივად დისტანციურად სამუშაოდ. ამ შემთხვევაში ვაკლიკებთ Open in OneNote Online, გაგვიხსნა ჩვენი ციფრული ბლოკნოტი ბრაუზერში. როგორც მოგეხსენებათ, Office 365-თან მუშაობა განსაკუთრებულად კომფორტულია იმ მხრივაც, რომ არაფერს შენახვა არ სჭირდება. ყველა ჩვენი შეტანილი მონაცემი ავტომატურად ინახება ღრუბლოვან საცავში და დაცულია ისინი ყოველგვარი წაშლისგან და განადგურების გავისი მწარე გამოცდილებას ჩვენ ალბათ ხშირად გვქონია. როგორც ხედავთ, შეიქმნა ჩვენი ციფრული ბლოკნოტი, რომელსაც მე პირობითად ციფრული თაობა დავარქვი. მისი ზედა პანელი აუცილებლად მოგაგონებთ ალბათ სხვა ტექსტურ დოკუმენტებთან სამუშაო პროგრამებს, თუნდაც Word-თან, თუნდაც საპრეზენტაციო პროგრამასთან და ასე შემდეგ. აი ეს გახლავთ OneNote-ის შაბლონური ვარიანტი და მასზე ბევრი განმარტებებია დატანილი, რომელიც კომპანია Microsoft-მა ამ შაბლონებში დაიტანა. ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენ ესენი არ გვჭირდება, მე ხშირად ძალზე მარტივად ვშლი ხოლმე ამ გვერდებს. ძალიან ადვილად. ესენი გახლავთ ინსტრუქციები, ანუ ბეჭდური დამხმარე რესურსები მასწავლებლების დასახმარებლად, რომლებიც პირველად იყენებენ OneNote-ს და ყველა შაბლონურ ვარიანტში გვხვდება ხოლმე რამდენჯერაც ახალ OneNote-ს შევქმნით. ამიტომ მე ამებს დავშლი ხოლმე და მე თვითონ დავამატებ აქვე ჩემთვის სასურველ სექციებს და გვერდებს. ნახეთ, აქ ორი სვეტოვანი სივრცეა. პირველი სივრცე გახლავთ სექციების სივრცე, მეორე კი გვერდების. როგორც მოგახსენეთ, Collaboration Space გახლავთ სათანამშრომლო სივრცე.
მასზე დაწყაპებით ჯერჯერობით ცარიელია, როგორც ხედავთ ეს სივრცე და აი ამ ქეთ პლუს page ღილაკით ჩვენ შეგვიძლია დავამატოთ ჩვენთვის სასურველი გვერდი. ამ გვერდსაც წავშლი, როგორც მოგახსენეთ, შაბლონურს და ჩავწეროთ სახელი. ჩემი პირველი ვიდეო საკლასო ნოუთბუქთან დიდხანს რომ არ გამიგრძელდეს, აქ დავასრულებ და შემდგომ ინსტრუქციებს შემდეგ ვიდეოებში შემოგთავაზებ. მადლობ ყურადღებისთვის.